ой, მართლა მეორე მანქანა ჩამოგდის და უნდა გავაკეთოთ განფუთვა, იმიტომ რომ ზრავის ხუფი კაპოტი არ იხდება და ჩვენც არ ვიცით რა დაგხვდებოდა. უბრალოდ გავრისკეთ, გაინტერესებდა რა იქნებოდა. და ხო, BMW ჩამოდის. რა თქმა უნდა. და ვეუბნებოდ რა ვიყია თან. და თუ შემოაგერკენა მოკლედ მიკროფონი არ აქვს თან, იმიტომ რომ ალექსანდრას ძინავს და უნდა ავხადოთ ამას კაპოტი რა. ეხლა რაც ყველაზე მეტად გვაინტერესებს unboxing-ში. მოიტაშის მოთხოვება. სუპრადგან ASUS-ი კოლექტორის ტოკია, აქეთ საწვავის სისტემა ქარხნული მოდის. Charge 5 დგას, მაგრამ короче, ცოტა რა მგონია დაბლა გადარჩენილი იყოს. აქეთ ინლეთი არ ვიცი რა არის. ტურბოს გარედან, დაუნფაიფი დგას, მაგრამ ტურბოს გარედან ვერაფერს უ შევაწყოთ. ეს რადიატორი, რა ვიცი. ცოტა მდგომარეობაშია, მაგრამ შეიძლება არ გაზდიოდეს. მოგუნული კია. მაგრამ შეიძლება გადარჩენილი იყოს, იმიტომ რომ საერთოდ CSF ცოტა სქელია. ნახოთ რა იქნება, ვანაკი გადახილია. ვირეშტიდება ლაჟერონის წვერი, ეკრანი, დანარჩენი დაიშლება და ნახავთ. ნუ ტურბო საინტერესოა დგას თუ არა რა. მოგესალმებით, როგორც წინა ვიდეოში გითხარით, ჩამოვიდა ჩვენი 340. აქამდე უკვე იქნებოდა რაღაცა კადრები, უბრალოდ ჩვენით გადავიღეთ და არ ვიცი ხმა როგორ იქნება და რა იქნება. ჩამოვიღეთ მანქანა, ადგილზევე ავხადეთ კაპოტს ბარგალკით და ნაჟოლკით, იმიტომ რომ ძალიან გვაინტერესებდა შიგნით რა ხდებოდა და გათენებას ვერ დაველოდებოდით. რა ვიცი, ნორმალურ მდგომარეობაშია. ავხადოთ კაპოტი და დანარჩენს უკვე დეტალურად გეტყვით რა და როგორ. ეს ჩვენი ნამუშევარია, იმიტომ რომ ვერ უდგებოდით ვერანაირად და აქედან ფეხს დავხედეთ რა მდგომარეობაში იყო. ეხლა რა ხდება? ძალიან გაგვიმართლა რომ ვინ კოდი გადარჩენილია, ყველა ციფრი გარკვევით ჩანს და მაგის წინ შეგვიძლია მოვჭრათ. ლანჟერონის ცხვირია წაღებული. დანარჩენი დაბლა რა მდგომარეობა, ბალკა შესაძლებელია, ფეხები გადარჩენილია და ცხვირი არ არის წასული, მარტო აქ არის მოგუნული. წინ ეს არის ბაკის ვენტილაციის და რაღაც ტრუბკები. გატეხილია ტრუბკები, მაგრამ გვაქვს წინა დაშლილი 340-დან ვინც დიდი ხანია თვალს გვადევნებთ, გეცოდინებათ რომ სახში დონორი 340 ყავს დაშლილი. Charge 5 გადარჩენილია, ძრავამდე არ იყო მისული რა თქმა უნდა. კიდე აქ ედგა კარბონის ინტეიკი, რომელსაც ინლეთი გატეხილი ქონდა. ოღონდ თვითონ 5 იყო გადარჩენილი რა. იმიტომ ჩამოვშალეთ. ახლა აქეთა მხარეს ფარი რა თქმა უნდა არ იყო. იქთა მხარე ყველაფერი გადარჩენილია და რაც გჭირდება. მოთხის ნაწილზე რეკლამა. ხო გიო. ყველაფერი გასწორდა, ესე იგი მზად არის. კაი, 10 წუთში მან დავარ. აქეთა მხარეს. ყველაფერი ისე იყო, რასაც ველოდებოდით. ისეთი არაფერი. Charge 5 ჩამოყვა. 5 ჩამოყვა, სუპრის ნასუსი ჩამოყვა და ცოტა სპირტის სუნიც იდგა, სავარაუდოდ 50-ზე იქნება დანასტროიკებული. ჯერ არ დაგვიქოქია და არ ვიცით. ტურბო ქარხნულია და იმედი მქონდა რომ ტურბო შეცვლილი იქნებოდა, იმიტომ რომ CSF-ის წინა დიდი გაგრილება ეყენა და ეგეც გადარჩენილია, ოდნავ ქონდა დეფორმაცია მიღებული და ერთი ვანაა გაფრჭებული. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქარხნულ მოდელზე 300% დიდია
იქ ერთი ვანა არაფერს არ გადაწყვეტავს, იმიტომ რომ ქარხნულზე, რა ვიცი, 280% დიდი ანუ 2.5-ჯერ დიდი მაინც გამოდის რა. და ალბათ CSF-ის რადიატორს დავტოვებ. სავალში 2 გიტარა იყო გაფუჭებული. ხო. всё, დანარჩენი დაზიანება ისეთი არაფერი, წინა რადიატორების პაჭკა შეიცვლება გარდა ტურბოს გაგრილების. პლუს ინლეთი შეიცვლება და ფილტრის ყუთი დადგება ქარხნული, რადგან იმ ინლეთს ვეღარ უშოვით ჩვენ რომ დავაყენოთ, კარბონის ყუთი კი დაგვრჩება ცალკე ზედა ყუთი და ფილტრი. კიდე Apex-ის დისკები ჩამოყვა 18-იანი, რომელიც არის ძალიან მაგარი. მანქანას რო ხედავ My Auto-ის კოპარზე ან იაიზე როდეს Apex-ის დისკებზე მებინდება რა, რაც არ უნდა ჭირდეს, სულ შუაზე იყოს გადასაჭრელი, მაინც ვეთამაშები დისკების ხათრით, იმიტომ რომ ამ დისკებს ვინც აყენებს, ვიცი რომ ბევრ სხვა წვრილმა რაღაცებსაც დააყენებ და დაკიდების სისტემა ქარხნულია, მხოლოდ ის არის შეცვლილი. ლურჯი HR-ები დგას. კიდე სალონში რა დახვდა? აირბაგი გახსნილია, ტორპედო გახსნილია და შეცვლას მოითხოვს, გვერდითაც გახსნილია. დანარჩენი გარბენი ვიცოდით, ხო. ეს ფილტრი ედგა რა. ამას დაზიანება არაფერი არ აქვს. მაგრამ აქ რაც შემოდიოდა ისაა დაზიანებული. რა Wear Performance-ის ფილტრია, $550 ღირდა საიძე რაც ვნახეთ. შიგნით თავის ფილტრიც ჰქონდა. ფარი ამისი შიგნით ადევს. ხო. კიდე რაში გაგვიმართლა და რაში არ გაგვიმართლა. გაგვიმართლა იმაში, რომ მანქანას აქვს 360 F30-ში ძალიან იშვიათი ფუნქციაა რა, 360 რო ყავს F30-ში. კიდე აქვს უკანა სავარჯიშის გათბობა. და რა აქვს კიდე? ხო, დანარჩენი head-up-ი რაღაცეები, წვრილმანები, დანარჩენი ყველაფერი აქვს. არ გაგვიმართლა იმაში, რომ M4-ის პატრონს კი ძალიან ბევრი დავარჯვით სამარეზე და რაღაცეებზე, მაგრა დაეჯვა. მაგრამ ერთადერთი იმაში მაინც ვიკაცა, რომ პარკინგები არ დაგვიხსნა და ამის ნარჩენი შიტოკებიდან რა ყველა პარკინგი მოხსნილი იყო და გასუფთავებული იყო ესე რომ ვთქვათ რა. ანუ ესეთებიც ხდება, არ ვიცი, აქ ღირს F30-ის პარკინგი 50 ლარი. იქ ალბათ მაგდენიც არ ეღირება და რა 6 პარკის გულიზე დედის ტრაკი რო დავაფაროთ რა არ უტყდებათ და ჩვენ სულ არ გიტყდება. ხო, რაც შეეხება რისკებს, როცა მანქანას კაპოტი არ ხდება და ესეთი მანქანა ჩამოყავს. უნდა ივარაუდო, რომ რაც არ ჩანს და დაახლოებით იქით ადგილზეა დაზიანება, ყველაფერი აქ დაზიანებული რა. მაგას თუ ივარაუდებ, ხარჯი, ეს არასდროს არ გაგექცევა რა. ჩვენ შემთხვევაში, რასაც ველოდებოდით და არ ველოდებოდით, ერთადერთი ის არის ზედმეტი, რომ ძრავის ვენტილატორს არ ველოდებოდი, რომ გაფუჭებული იქნებოდა, იმიტომ რომ არ იყო მასზე ძალიან, მაგრამ აღმოჩნდა აი ის დაგხვდა, რომ თლიანი უდარი ესე რომ ვთქვათ, ზემოთ ხარეს წამოვიდა, სავარაუდოდ დიდ მანქანას შეუძრვა ან რაღაცა და დაბლა, რაც თლიანი სიმყარია რა, ლანჟერონებსა, ბალკა და წამოსული ეს ცხვირი, ეგ არის თლიანი გადარჩენი. დაზიანება ჰქონდა ზედა ნაწილში და დაბლა, რაც თავარი ძალისმიერი ის არის კუზაოზე, არ იყო დიდი დაზიანება და ლანჟერონის ცხვირია მარტო და ბალკა და ბალკის ფეხები და ესეთი რაღაცები გადარჩენილი იყო. ბალკას ფეხი ყური აქვს უბრალოდ მოტეხილი, თორე ფეხები სწორედ უდგას და პლუს კუზაოს დეტალიც სწორედ დგას. რაც რა ვიცი, ჟესტიანჩიკს და რობოტს და ყველას ეზარება მაგის კეთება მერე და არც მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ ხშირად ვაკეთებთ ხოლმე. მანქანის კონსტრუქცია არ არის დარღვეული, ესე რომ ვთქვათ. ხო, კიდე იქ წვრილმანი ტრუბკები იყო დაზიანებული, მაგრამ ჩვენ შემთხვევაში ეგ არაფერს არ წარმოადგენდა, იმიტომ რომ დონორი მანქანა ყავს და იქიდან გადმოვიტანთ ესეთ ვოზდუხამერი იყო გაფუჭებული, იმიტომ რომ ის იყო და ესეთი რაღაცები გვაქვს დარჩენილი წინა მანქანიდან. გაგვახარა იმან, რომ HR-ები ედგა ლურჯი, რაც დაახლოებით $400 ღირს. ხო და კაია, სუპრის ნასუსი, სადღაც $350 ღირს. ეგეც ჰქონდა, charge pipe-ი ჯდება, ბევრი არაფერი არ ჯდება, $150, $200, მაგრამ ჩინეთიდან
ჩამოვაქვთ ხოლმე $80 და $90 ყიდიან. VRSF-ი სადღაც ჩვენ შემთხვევაში, მაგრამ ჩინურიც იდეალურად მუშაობს. წინა რადიატორი ვიცოდი, მაგრამ რა, ესე რომ ვთქვათ, მე ცოტა უფრო მეტ რამეს ველოდებოდი რა, მეგონა რომ ტურბო იქნებოდა მანქანაზე, აი ძალიან მაგრად ველოდებოდი რომ ტურბო იქნებოდა და მაგის მუღამში უფრო ვიყიდე რა. იმიტომ რომ წინ CSF-ის გაგრილებას რო ვაყენებ 340-ს B58-ს არ ჭირდება იმდენი გაგრილება, რომ ქარხნულ ტურბოზე ქარხნულმა გაგრილებამ ვერ დაწალოს რა. ლიკვიმოლში შეუცვლიათ ზეთი 73,000 კილომეტრზე პირველ 16 იანვარს 2024 წელს. ეხლა გარბენი რამდენი ეგეც არ მახსოვს. ხო, რაც შეეხება ამ მანქანის მოლოდინებს, რა, რას ველოდებოდი, ან ფინანსურად რო გავთვალოთ რა, სუფთა ფინანსურად, აი ვიღაცამ პირობითად შენ რო ჩამოიყვანო ეს მანქანა 340 გინდა, საქართველოში მაი აუტოზე გადაავლე თვალი, კაი მდგომარეობაში 340 რო შეხედო მოგეწონოს, აი დისკები ედგეს ორიგინალზე იყო საწყობილი, ცხვირი ტაივანზე არ იყო საწყობილი, $17,000 უნდა რა. შენ რო ჩამოიყვანო ეს მანქანა ესეთი დაზიანებით. საქართველოსამდე მე მგონი $9,100 დაჭდა, $9,200 პლუს $1,000 გამბაჟება თქვი, $10,000 თქვი, გრუბად რომ მოთვალო. სადღაც ორიგინალზე რო ავაწყოთ, ყველაფერი, სადღაც $4,000 ჭირდება ამ მანქანას რა. ეხლა ვიღაც სიტყვის რო არ ჭირდება მაგდენის, მაგრამ რადიატორები ღირს ძალიან ძვირი. პლუს მაგას ორიგინალი შიტოკიც ძვირი ღირს, ტაივანი რო 230 ლარი ღირს, 400 ლარად ყიდლობ წინ ავგანა შიტოკს ტაივანს. ორიგინალი გაცილებით ძვირი ღირს, ფრთაც ძვირი ღირს. კიდე აი 1000 წვრილმანია რა, ზოგი ზის და რავი, ძალიან ისე უყურებს, აი ფარის ბუდე, ფარი, ბლოკები, დაპროგრამება, წადი, წამოდი, იქ რო ჩამოვა მანქანაზე თები უეჭველი უნდა შეცვალო და წინა საქარემინა, ტორპედო, რავი რა, კიდე ჭერის აირბაგი, რულის აირბაგი, რულის აირბაგს წეგან უყურებდი და სხვათა შორის ემის საუდგან ნაპას აირბაგი უყენია და ძალიან იშვიათია, წინა 240-საც იგივე ეყენა და მეგონა რომ პატრონმა შეცვალა ან რაღაცა, მაგრამ არა, აშკარად რაღაც რესტაილინგს, ზოგიერთ ვერსიას მოსდევს ნაპას აირბაგი და პლასმასის ხუფი არაფარია უბრალოდ. ხო, დაახლოებით პროფიტი გამოდის $2,000 ამ მანქანიდან რა. ეხლა შენ უნდა გადაწყვეტო. გიღირს ჩამოყვანა, გაკეთება, 3 თვე ლოდინი, მე 2 თვე კეთება, 5 თვე, მაგ $2,000 და $3,000 რა. არავინ არაფერს არ გაჩუქებს, არავინ ნერვებს არ იწყვეტავს შენი გულისთვის, რომ მოდი პირობითად ლადო გავახაროთ და რა ვიცი, მანქანა რო $14,000 დაჭდა, $14,000-ად მივიყიდოთ, რომ იმან 5 თვე არ ილოდოს და მე 2 თვე ხელოსნებში სისხლი არ გაუშვოს ხელოსანმა რა. ხო, ჩვენ შემთხვევაში ჩვენი ხელოსანი სისხლს არ გვიშვებს. ჩვენი ხელოსანია სიმონა რა. ძალიან კაი ადამიანია, თელავში რასაც ვაკეთებთ ხოლმე M4-0-დან გვიწყობს ეგ. აი ეს გოლფია მაგისი, წერა ლაპარაკობ და ჩემი გოლფი როდის გადავიღოთო. ეს გოლფი ავაწყეთ, ტატომ აუწყო, ჯიოზა 5 660 დგას ტურბო. ეხლა ჩამოვიდა პორტი და ამ მანქანასაც გავაქცევთ მალე და თლიან ანონს თუ არა, რაღაც ერთ-ორ კაცს მაინც მოვახვედრებთ, იმიტომ რომ წინა წამყვანში რაც საინტერესო პროექტია რა. მე დიდად წინა წამყვანი არ მიყვარს, მაგრამ რაღაც კაი გამოდის რა. всё, რა გავთქვათ. ხო, ეხლა წავედი, M4-ის ნაწილები გამზადდა, რადიატორის ვანა იყო ერთი ცალი გაფუჭებული იქაც და გავაკეთეთ, მოღუნული იყო და გავაკეთეთ. დავაყენებთ ვანას, ზეც ჩამოვიტანთ, ჩავასხავთ და რაღა დაგვრჩენია თუ არა დაგვქვა. ახლა კი კარგად წანდებოდეთ. ხო, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ, წერან ნახულობდი და ნახე დავსკრინე კიდეც. ერთი წამი. ჩვენი მაყურებლების, სად მაქვს სკრინი. დავიჯერ ვარ დამისკრინია. ხო, ნახე. ჩვენი მაყურებლებს 82% არ ქონდა ჩვენი არხი გამოწერილი რა. რავი, ეხავს პროსტა.
დააჭირე რა. შენი რა მინდა, სად დასვა? დააჭირე. всё. კარგად ზანდებოდეთ. აქ ვიღაცამ თავი ტენა უეჭველი.